ვაგრძელებთ ცენტრალურ იავაში მოგზაურობას და კვლავ იოგიაკარტაში, იგივე ჯოკიაკარტაში ვარ. სანამ ამ ქალაქს დავტოვებთ, კიდევ რამდენიმე ადგილს მოვინახულებთ. ახლა არის დილის 8 ნახევარი, სასტუმროდან გამოვედით პირდაპირ ბაზართან, ვიხავართ შესასვლელში, სადაც შევხვდებით ერთ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება რომ ვიყიდოთ პროდუქტები და შემდეგ უკვე მომზადოთ ადგილობრივი კერძები. სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი ზუსტად რას ვამზადებ, თუმცა შევიძინეთ ონლაინ ეს ტური და დათვისადიდე წესით უკვე 5 წუთში შევხვდებით სხვა ტურისტებსაც და რა თქმა უნდა, ვინც დაგვეხმარება ამ ტურის ჩატარებაში. ვისაც ძველი გადაცემები გინახავთ, გემახსოვრებათ, რომ მაინც და მაინც კარგი მზარეული არ ვარ, თუმცა ვეცდები რომ ჩემი მაქსიმალური შესაძლებლობები გამოვავლინო და კარგი კერძი გავამზადო. მოვიდა მზარეული ჰერნი და სხვა ტურისტები, ვისთან ერთადაც მოვამზადებ კერძებს. ისინი ნიდერლანდებიდან არიან. პროდუქტის ეს ბაზარი შენობაშია განთავსებული. პირველ რიგში გვაჩვენეს თუ როგორ ტეხენ ქოქოსს. ანცალკევებენ რბილობს და სითხეს და ახარისხებენ გასაყიდად. ჩვენ კერძისთვის სითხე დაგვჭირდება. მზარეული ყიდულობს საჭირო პროდუქტებს და ჩვენს ფეხდაფეხ დავყვებით. ჩემს ყურადღებას ბაზარში მომუშავე ხალხი იპყრობს. ამდენი სახასიათო სახე ერთდროულად იშვიათად მინახავს. შევიძინეთ ყველა პროდუქტი, რაც დაგვჭირდება მასტერკლასზე. აქვე ახლოს ჰერნის სახლია, სადაც მივალთ და შევუდგებით მზადებას. ჩვენმა მზარეულმა ინგრედიენტები დაახარისხა კერძების მომზადების მიხედვით, რომელთაც ჩვენ გაგვინაწილებს და თითოეული ჩვენგანი განსხვავებულ დავალებას შევასრულებთ. მე ყველაზე მარტივი რაღაც დამავალეს გონე. უნდა მოვაცალო ეს თავი და სუფთად შევინახო. შეჯერებით კარგად გავამდის გონე, მე ვნახოთ. ინდონეზიური სამზარეულო სურნელების სიმრავლით გამოირჩევა, რომელთა დიდი ნაწილი მწარე და ცხარე კერძებია. ამიტომაც ინგრედიენტებში ჭარბობს სხვადასხვა სახეობის წიწაკა. ინდონეზიური სამზარეულო მრავალფეროვანია და ყველა ადამიანი იპოვის თავის გემოვნების კერძს. თავიდან მალე მოვჭი ჩემს მარტივ საქმეს და ახლა რთული დამავალეს. რთული, იმიტომ რომ ერთ შეხედვით მარტივია, მაგრამ ბოლოში რას ბოლომდე გაწმინდო კოვზით, უკვე ფერიც მივიღე საკმაოდ საინტერესო. ასე მარტივია და საკმაოდ კარგ ნერვებს მოითხოვს, თუმცა არა ჩვენი მეგობრისგან, რომელიც ბოლოს წუთია ერთ-ერთი რაღაცა საკეთებს. ჯინჯერი იგივე ჯანჯაფილი მძაფრი არომატით გამოირჩევა, რაც ინდონეზიელებს ძალიან უყვართ. აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანე კურკუმას გათლისას, ხელები რომ არ გაგიყვითლდეთ. სახლი ძალიან მყუდროა და გათვლილია მსგავსი კულინარიული ტურებისთვის. როგორც ჰერნიმ გითხრა, სტუმრები მთელი მსოფლიოდან ხოლია, ევროპიდან, აზიიდან, ამერიკიდან და ასე შემდეგ, მაგრამ ქართველები პირველად უსტუმრობთ და გამიხარდა. გავრეცხე ჯინჯერი და არ მახსოვს რაღაც სხვა სახელი მითხრეს. მაგრამ აუცილებლად გავრეცხოთ. გათითაოთ კარგად. დამასაკავყრი. ვინაიდან ქერქები მაინც დარჩა. ჯობია რომ ბოლომდე გავსვთავოთ. ასევე დამავალეს გამერეცხა. ნიორი, თითელი წაკა, მწვანე წაკა, კიდევ ჯინჯერი ჩანს, მწვანე მდგომარეობაში. ყვახეს რა ვეძახით, ისეთი პომიდორი. სავარაუდოდ მე დავჭირ და უკვე დაველოდების შემდეგ დავალებას. ყველანი აქტიურად მუშაობთ. იმის გათვალისწინებით, რომ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ არ ვარ ძალიან კარგი მზარეული. ძალიან დიდ დრო მოვანდომე ამ ყოველთვის გაკეთებას, მაგრამ მომთმენი მზარეული ყავს და მაქებს მაინც შემართებას მადლობას. ნახოთ რა გამოვა კლიანობაში. ჩვენმა მზარეულმა გარეცხილი პროდუქტი სპეციალურ ჭურჭელში მოათავსა, რომელიც ვულკანური ქვისგანაა დამზადებული და მაჩვენა თუ როგორ დამეჭყლდა ბოსტნეული. საქმეს შეუდექი. იმაზე ბევრად მძიმე სანაყია, ვიდრე წარმომედგინა. სიმძიმე ეხმარება მაგიდაზე მყარად დაფიქსირდეს და არ იმოძრაოს ზედაპირზე.
მძიმე საჭმელით კი მაქსიმალურად კარგად შეერიოს ინგრედიენტები ერთმანეთს. ისევ ასეთი რაღაცის გაკეთება დამავალე, სიტყვა წინა კარგად შევასრულე და ძალიან კარგად გამოგვდისო, მაშინ ამ საქმესაც მიხედეო და მეც გულ მოდგინეთ, ვცდილობ გავაკეთო. საკმაოდ დიდ ჯაფას მოვითხოს მინდა გითხრათ. არც ისეთი მარტივი ყოფილა. თუმცა იმდენად საჭმელს ვაკეთებთ და იმდენი ხანი ვანდომებ, რომ ალბათ ერთი კერძი გაკეთება მთელი დღე დასჭირდებოდა. კარგია რომ გვეხმარებიან. სანამ ჩვენ აქეთ მუშაობთ, ქურაზე ტრადიციული ადგილობრივი ჩიფსი მზადდება. მას კერეპიქს ან კრიპიქს ეძახიან. ის შეიძლება დამზადდეს გამხმარი ხილისგან, ბოსტნეულისგან, თევზისგანიც კი. არის ტკბილიც და მჟავეც. მცენარეულ ცხიმში წვავენ. ინდონეზიაში ყოფნისას ბევრგან შემხედრია, მაგრამ პირველად ვაგემოვნებ. რო დადგათ ჩემი რაღაც Are you scared it's going Girls to in be jail. spicy? It's very spicy or Spicy. yeah, try. Be brave. It looks really good. Together with So, Spicy? Not too much actually. okay, that's good. It's spicy, but for me, Later Still we okay, combine but- with the apa, tamarind water and palm sugar, so Oh. nice. Yes? And then Works. cutting. როქშენ არ გინდა არცადო. სანამ ჩვენს დავალებულ საქმეს ვასრულებთ, ყველაფერი გამზადდა მოსახარშად და შესაწვავად. ქურასთან ადგილი უკვე ჰერნის დაუთმეთ. რამდენიმე სახეობის კერძი და წასახემსებელი მზადაა. მანგუტი, რომელიც შეიძლება გამზადდეს თევზითაც და ქათმითაც. ჩვენ ქათმის ხორცით მოვამზადეთ. კიდევ ერთი საინტერესო კერძი პეპეს ტაჰუ ჯამურია. ბანანის ფოთლებში გახვეული ტოფუ, სოკო, კვერცხი და ბოსტნეული, რომელთაც ორთქლზე ტოვებენ 30 წუთით. ასევე ბაქვან ჯაგუნგი, სიმინდის ფირფიტები. სიმინდის გარდა ინგრედიენტებში ხვდებით სტაფილოს, ნიორს, ხახუს და სხვა ბოსტნეულს. რას სინჯა ოღონდ არის პირდაპირ მომაწოდეს. Spicy. But very, very good. Later combine with the rice. აუ, But really tasty. კოკოსის რძე აქვს სითხე, რომელიც ანეიტრალებს ცხარეს, მაგრამ ხერტოჩა. გამზადდა ყველაფერი და დაგემოვნების დროა. გადავიღე ბრინჯი და კიდე რაღაც კერძები, როგორც Yeah. სახელები რომელია ჯერ ვერ ვცნობ, თუმცა დავაზუსტებ. და მინდა გითხრათ, რომ ძირითადად ცხარე, რომელსაც მე ნაკლებად ვჭამ. ალბათ ისეთ ადამიანებს, ვისაც გიყვართ ცხარე, ალბათ განსაკუთრებით იმეგრელებს ძალიან მოგეწონებათ. აქაური სამზარეულო, მაგრამ მე ძალიან ცხარეს ვერ ვჭამ, ამიტომ ზოგიერთი კერძი მხოლოდ დასაგემოვნებლად ავიღე. რაც გავსინჯე, ყველაფერი ძალიან მომეწონა, თუმცა საკმაოდ დიდ რომ უნდა გამზადებას. და მიჩვენია ნაკლებად ცხარე რაღაცეები მივირთვა და გიჩვენოთ. გააკეთეთ ესეთი ტური, ვინაიდან უფრო კარგად დაინახავთ როგორ მზადება, ან გაგიშვებათ სრული რომ გასინჯოთ ასეთი კერძები, ან არა, თქვენზე დამოკიდებული უკვე როგორ გადაწყვეტთ. შემთხვევაში რაც გავსინჯი რამოდენიმე ვარიანტი ნორმალური იყო. ასეთ კერძი ნაკლებად მიყვარს, მაგრამ დასაგემოვნებლად ძალიან კარგია. იოგიაკარტაში მოგზაურობას რომ გეგმავდი, ქალაქის ღირსშესანიშნაობების ძებნისას წყლის სასახლეს წავაწყდი. ის არა მარტო სილამაზით, მდიდარი ისტორიითაც გამოირჩევა. ჩვენც გეზი სწორედ მისკენ ავიღეთ. იოგიაკარტაში მოგზაურობისას არაერთი ადგილი უნდა მოინახულოთ და მათ შორის არის ის ადგილი სასახლად ჩვენ ვიყოფებით. ეს არის ტამანცარი, იგივე წყლის სასახლე, რომელიც იოგიაკარტას სასულთნო ბაღს წარმოადგენდა. შევიძინეთ ბილეთები, რომლის ღირებულება ერთის არის 25,000, რაც დაახლოებით ლარებს შევინგარჩოთ 5 ლარამდე გამოდის. საკმაოდ იაფია, ამიტომ შევიდეთ, დავათვალიეროთ და შევხედოთ, რატომ აქებენ, რატომ ქვია წყლის სასახლე და სხვა დანარჩენ ინფორმაციაც გავარკვიოთ. ტამანცარი 4 სხვადასხვა ტერიტორიისგან შედგებოდა, ხელოვნური ტიპებითა და საცურაო აუზის კომპლექსებით.
დღეისთვის მხოლოდ ცენტრალური საბანაო კომპლექსია შემონახული. დანარჩენი ტერიტორიები კი ძირითადად ურბანულმა დასახლებებმა დაიკავა. ტამანსარი, როგორც გითხარით, იყო სასულთნო ბაღი, თუმცა მას ჰქონდა სხვა დანიშნულებებიც. ეს იყო დასასვენებელი ადგილი, აქ მედიტირებდნენ, ასევე ომიანობის პერიოდში ამ ადგილს იყენებდნენ სამალავად და ერთგვარ თავდაცვით ნაგებობად. ტამანსარი მოდის იაურიანიდან, ტამა ნიშნავს პარკს ან ბაღს, ხოლო სარი ნიშნავს ლამაზს, მაგრამ შეიძლება ითარგმნოს როგორც ყვავილებიც. შესაბამისად, ტამანსარი შეგვიძლია გადავთარგმნოთ ულამაზეს ბაღად, სადაც ყვავილებია. თუმცა არსებობს მეორე სახელიც, წყლის სასახლე, რაც გამომდინარეობს აქ არსებული აუზებიდან. ტამანსარი საკმაოდ პატარა ტერიტორიაა. მის დასათვალიერებლად, ფოტოსა და ვიდეოს გადასაღებად 1 საათის სრულებით საკმარისია. რჩევის სახით გეტყვით, რომ ტერიტორიაზე ადგილობრივი გიდები ეცდებიან გამოგელაპარაკონ, ინფორმაცია გაგიზიარონ, რის სანაცვლოდაც ბოლოს თანხას მოგთხოვენ. თუ მათგან დაგაინტერესებთ ინფორმაციის მიღება, წინასწარვე შეუთანხმდით საფასურზე. დღეს საღამოს ბოლოჯერ გავისეირნებთ ქალაქ იოგიაკარტაში და ერთ-ერთ რესტორანში ვივახშმევთ. აზიაში მოგზაურობა ასოცირდება იეფ მოგზაურობასთან, გულისხმობს ავტობუსსაც, გადაადგილებას, კვებას, აბსოლუტურად ყველაფერს, რაც მოგზაურობას უკავშირდება და მათ შორის კვებაც. თუმცა ხშირ შემთხვევაში არ ვეთანხმები პირადად მე, ვინაიდან მართალია შეიძლება $1 3 5 იკვებო აზიაში, არ აქვს მნიშვნელობა რომ ქვეყანაში ვიქნებით. თუმცა გააჩნია სად. ძირითადად ესეთი იაფი კვება არის ქუჩაში, სადაც მაინც და მაინც სრული არ მიჩნდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში იქ მივირთვა რაიმე კერძი იქნება თუ სასმელი, ვინაიდან როდესაც ანტისანიტარია შეიმჩნევა, უბრალოდ არ მინდა. აქედან გამომდინარე ვარჩევ შედარებით კარგ ადგილებს, ეს იქნება რესტორანი თუ კაფე, სადაც ან ღია სამზარეულოები, ან შეფასებებია კარგი და ვიცი რომ საკვებს რასაც მომიტანენ, სუფთად იქნება მომზადებული. აქედან გამომდინარე ფასები რა თქმა უნდა უფრო მაღალია ვიდრე ქუჩაში, შეიძლება 3-4 ან მეტჯერაც. თუმცა არ არის ძვირი. უფრო ჩემი აზრით გავს საქართველოს ფასებს, რომ გადმოვიყვანოთ ლარებში. შეიძლება ხანდახან იაფი იმასთან შედარებით, რაც ბათუმში იქნება, თბილისში თუ სხვა ქალაქებში. მაგრამ ძალიან იაფი ევროპასთან შედარებით. სიტყვაზე ახლა შევკვეთე თევზი, მაჰი ქვია. არ ვიცი ქართულად როგორ არის, ინგლისურადაც ვერ მითხრეს, მაგრამ დაახლოებით ტუნას გემოვაქცო, ოკეანეისთვის არის დამახასიათებელი, ტროპიკულ წყლებში ძირითადად ეს თევზი. გავსინჯავ, გეტყვით აუცილებლად როგორ იქნება და ამის ფასი არის დაახლოებით 13-14 ლარი გამოდის. ასევე ამ დღეების განმავლობაში რაც დავაგემოვნე ზოგადად ინდონეზიაში, ძირითადი კერძები 10 ლარამდე 15 ლარამდე მერყეობს. რაც სავსებით მისაღები, რომელსაც პორცია საკმაოდ კარგია. მე გავსინჯავ, დავაგემოვნებ და გეტყვით როგორი იქნება. 13-14 ლარად მართლა ძალიან გემრიელი თევზია. გათენდა შემდეგი დილა ინდონეზიაში, იოგიაკარტაში და ახლა ჩვენ ვართ მატარების ადგილზე, საიდანაც შემდეგი დანიშნულების მიმართულებისკენ გავემგზავრებით. ბილეთის შეძენა გვინდოდა ონლაინ საიტის მეშვეობით, თუმცა დამადასტურებელი კოდი არ მოგდიოდა ტელეფონის ნომრებზე, ვერც აპლიკაციით შევძლებთ, ამიტომ გუშინ ფიზიკურად მოვედით ამ სადგურზე, შევიძინეთ ბილეთი და ცოტა ხანში ჩვენც გავემართებით შემდეგი ქალაქისკენ. ბილეთი ორი სახის იყო, ერთი ეკონომ კლასი და მეორე შედარებით უკეთესი. ბილეთებს შორის ხვალვა მხოლოდ 14 ლარი იყო, ამიტომ ვარჩიეთ უკეთესი ვარიანტი შეგვეძინა. საბოლოოდ ფასი კი გამოვიდა დაახლოებით 67 ლარი ქართულ ლარებში რომ გადმოვიყვანოთ. გზავრობა 6 საათ გასტანს, ამიტომ არც პატარა გზავრობა გველოდება წინ. ახლა გავარკვევთ რომელი ბაქნიდან გადის ჩვენი მატარებელი, ჩავსხდებით, ვიმგზავრებთ და უკვე შემდეგი ქალაქიდან მოგესალმებით.
ძალიან კომფორტულად მგზავრობთ ამ მატარებლით და სიმართლე რომ გითხრათ, არ ველოდით რომ ასე მომეწონებოდა. საკმაოდ დიდი სივრცეა დასაჯდომ ადგილებში, შეგიძლიათ დაისვენოთ, ან ჩემსავით იმუშაოთ გზავრობისას, აქვე არის დენცკვითაც და რაც თავარია გზადაგზა ძალიან ლამაზი ხედები დაგვგებს თან. ამასთან დროდადრო პერსონალი გვთავაზობს სხვადასხვა სახის საკვებს, სასმელს და სრულ შემთხვევაში შეგიძლიათ შეიძინოთ არც ისე ძვირია თან ფასები. უკვე 2 საათი გავიდა, რაც დავიძარით, მხოლოდ 3-ჯერ გაჩერდა მატარებელი და ისე გავიდა ეს დრო ფაქტობრივად ვერც გავიგეთ. ამიტომ დარწმუნებული ვარ, დარჩენილი 4 საათით საკმაოდ კომფორტული იქნება. 4 საათის შემდეგ ჩავედით ქალაქ მალანგში. დღესვე ვაპირებთ მზის სამოსლის ტურზე წასვლას. ამიტომ პირდაპირ წავალთ სასტუმროში. ვეცდებით დასვენებას, ენერგიულად რომ ვიყოთ მთელი ღამის განმავლობაში. ღამით მძღოლმა მოგვაკითხა. ამ ტურში სპეციალური მაღალი გამალობის მანქანებით მივდივართ. როგორც მძღოლმა გითხრა, მის გარდა კიდევ 6 მგზავრი ვიქნებით მანქანაში. მანქანის მოცულობიდან გამომდინარე, არც ისეთი მომხიბვლელი პერსპექტივაა. ამიტომ ისევ წინჯდომა ავირჩიეთ. შედარებით კომფორტულად რომ ვიმგზავროთ. ჩვენ კი მოვედით პუნქტუალურად, მაგრამ ცხებს ვეძებთ, ჩვენი მძღოლი გადასულია. ასე უცნაურად ვხედავთ. უცნაურად არა, ჭიდროდ და კიდევ უკან 4 ადამიანი დაჭდეს. როგორ გათენდება და გამოჩნდება, მე გაჩვენებთ, როგორ კომფორტულად ვგზავრობთ. თუმცა ძალიან საინტერესო მანქანაა და ძალიან მომწონს. ორმა მგზავრმა გააუქმა ტური. ჩვენ გარდა ერთი ესპანელი და ერთიც ნიდერლანდელი მოგზაური იქნება. დავიძარით ბრომოს ვულკანისკენ. მცირე გზის გავლის შემდეგ ალბათ სულ 40 წუთი გავიდა, რაც ვიარეთ და გავჩერეთ ერთ ადგილას და როგორც ვიხდით, უნდა ეყიდათ ბილეთები. მხოლოდ ის ვკითხეს, საპირფორეშოში ხომ არ გვინდოდა, მაგრამ რა ვთქვათ, რომ არა, გვეგონა რომ 5 წუთი გაჩერდებოდა და გავაგზავნებდით გზას, თუმცა მას მერე ეს სხვა მძღოლები შეხვდნენ ერთმანეთს, სვამენ ყავას, საუბრობენ და არ ვიცით, არ გვეუბნებიან რამდენ ხანში გავალთ. უფრო იმას გავს, რომ უნდათ რომ აქ რაღაც შევიძინოთ, ფული დავხარჯოთ და თან ვერად ადრე წამოგიყვანეს სასტუმროდან ვინდრე ველოდით და ალბათ ძალიან ადრე რომ არ მივიდეთ იმ ადგილას და დიდხანს არ მოგჭირს ლოდინი, სხვადასხვა ადგილებში გაგვაჩერებენ ასე შესვენებისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძალიან ვიწროდ ვხედავთ მანქანაში, ალბათ ეს შესვენებებიც კარგია. როგორც ხედავ, ძალიან ბევრი მანქანა და ტური ტარდება ზოგადად დღეს და ეჭვი მაქვს ძალიან ბევრი ადამიანი ვიქნებით იქ, თუმცა რას ვიზამ, მთავარია ჩვენი მიზანი რაც არის, რომ დავინახოთ ვულკანი, მზის სამოსლა რაც მთავარია, ყველაფერს შევასრულებთ. 20 წუთიანი ლოდინის შემდეგ გავაგზავნეთ გზა დანიშნულების ადგილისკენ. მთაზე გვიწევს ასვლა, გზებიც შესაბამისად რთულია. დიდი ნაწილი მოასფალტებულია, თუმცა საკმაოდ ვიწრო გზებია. ისეთი განცდა გეუფლება თითქოს მანქანებისთვის კი არა, სკუტერებისთვისაა განკუთვნილი. ბევრი სიარულის ჭანჭყარის მერე მოვედით მთავარ ადგილას, გავაჩერეთ მანქანა და ჩვენო მძღოლმა წამოგიყვანა ამ შვენიერ ადგილას, სადაც შეგვიძლია დავსვდეთ, მივირთოთ ცხელი სასმელებით, თუ იმეს სურს ცივი სასმელით. ასევე არის სწრაფი მოზადების კერძები, სადაც შეგვიძლიათ მივირთოთ ცხელი ჯირადი სუპები ან სხვა კერძები. როგორც მივხვდი, ეს სპეციალურად არის გათვლილი ასე, რომ ბევრად ადრე მოგიყვანონ აქ, და შემოხვიდეთ და ერთგვარად ადგილობრივად დავეხმაროთ. რასაც უყურებ აქ 40-ზე მეტი მაგიდა, თითო მაგიდასთან მინიმუმ 5-6 ადამიანი ზის, შესაბამისად საკმაოდ კარგი ვაჭრობა ექნებათ, სანამ დრო გავა და ჩვენ გავეშურებით მზის სამოსლის სანახავად. თუმცა ფასები საკმაოდ მისაღებია, მედარობი მავიღეთ ჩაი და ცხელი შოკოლადი, გადავიხადეთ 12,000, რაც დაახლოებით ლარი და 70 ლარი და 80 შეიძლება იყოს. დაახლოებით საათ ნახევარში უნდა გავიდეთ თქვენ ადგილას, სადაც კარგი ადგილია მზის ამოსვლის საყურებლად, თუმცა მანამდე ადამიანებს ასევე აქვთ შესაძლებლობა გარეთ გაისეირნონ და იყიდონ სუვენირები საუბრობთან ერთად.
ახლა 2560 მეტრზე ვართ, ჩაცლობითაც მივხვდებოდი, რომ საკმაოდ ცივად, კიდევ მაქვს თბილი ტანსაცმელი, ვინაიდან როდესაც გარეთ გავალთ და ქარი დაუბერავს, დარწმუნებული ვარ, უფრო ეციება, ამიტომ საკმაოდ მომზადებულები ვართ ამოსულები. გავისაინეთ ადამიანები, ვისენთაც ვიმგზავრეთ და მოგდეთ საკმაოდ მეგობრული გარემოა. ყველა ელოდება შესანიშნავ პეიზაჟებს და იმედია ამით არ დაგვაღალატებს და იქნება კარგი მზის სამოსვლა და ძალიან კარგი ხედები იქნება, რომელსაც აუცილებლად შემოგთავაზებთ. ლოდინის შემდეგ დავიძალით გადასახადისკენ, საიდანაც ულამაზესი ხედი უნდა გადაიშალოს. გუშინდელი წვიმის გამო ბილიკი ტალახიანია და ყველა მაქსიმალური სიფრთხილით ავდივართ. ჯერ ისევ ღამეა, თუმცა ვულკანების სილუეტი აღქმადია და ვიმედოვნებთ, წინ ჯადოსნური ხედები გველოდება. ძილი გავიტეხეთ. ვიარეთ მართლა ცუდ გზებზე. ველოდებოდით დაახლოებით 2 საათნახევარი, თუმცა ყველანაირი ვედრება და ლოცვა უშედეგო აღმოჩნდა ამ შემთხვევაში და ვერ დავინახეთ ვულკანი ბრომო. ხალხის დაიცალა და ჩვენი წასვლის გზოდგება ნელა. მაინც ბოლომდე ვცდილობთ იქნებ კიდევ 5 წუთი, 10 წუთი დავრჩეს და იქნებ რამე გამოჩეს, მაგრამ დიდი ალბათობით არაფერს არ გამოჩნდება. გვიმუხტლა მზემ, იმიტომ რომ მზე რო ამოსული იყო, სხივები ბეროდ მარტივად გაფანტავდა ღრუბლს, ნისლს, მაგრამ ასე არ მოხდა. ამიტომ ნელ-ნელა ალბათ დავეშვებით მანქანებისკენ, თუმცა გვაქვს კიდევ შანსი რომ ნახოთ ეს ვულკანი, ვინაიდან აქედან ზუსტად ამ ვულკანისკენ მივდივართ, კრატერის სანახავად და იმედი მაქვს ამ შემთხვევაში მაინც ვიხილავთ მას. იმედია მზე ამოვა ნორმალურად და დაგვეხმარება რომ გადაიფანტოს ყველაფერი და ახლოდან მაინც ნახოთ. გადავწყვიტეთ ამინდის მიუხედავად გაგვერისკა და ნისლის ზემოთ გვეფრინა დრონი. მართალია საკუთარი თვალით ვერ ვნახეთ ეს სილამაზე და გული ძალიან დამწყდა, მაგრამ ასე მაინც შევხედეთ. ბრომოს სიმაღლე 2329 მეტრია, თუმცა ის არაა ყველაზე დიდი ვულკანი. უმაღლესი მთა სემერუა 3666 მეტრით და ბრომოს გვერდით კი არის ვულკანი ბადოკი 2440 მეტრის სიმაღლით. ხეობაში ჩამოსვლისას შუა გზაში გავჩერდით, რომ გადავიღოთ ფოტო-ვიდეო, დავტკბეთ გარშემო არსებული ხედებით. ქარის გამო დიდხანს არ გავჩერდებით, მალევე გავაგრძელებთ გზას. ცირე გზარობის შემდეგ მოვედით ამ ადგილას, საიდანაც იწყება ლაშქრობა ვულკანის მიმართულებით. ძალიან ბევრ ცხენს ვხედავთ აქ და როგორც კი ჩამოხვალთ მანქანიდან, მაშინვე ცხენის პატრონები მოდიან და გთავაზობენ ცხენით ასვლას. სავარაუდოდ იქაც ნისლია და დიდი ალბათობით ვერ ვნახავთ, თუმცა ჯერ ვეცდებით მივუახლოვდეთ ამ ვულკანს. ცოტათი სიმაღლე ავწიოთ, ავიდეთ და მე გადავწყვეტ ბოლომდე ასვლას ექნება აზრი თუ არა. ცოტა იმედ გაცრუებულები ვართ და მაინც ვეცდებით რომ იქნება მაქსიმალურად ბევრი რაღაც ნახოთ და ნახოთ რა გამოგივა. ბევრი ტურისტი მოძრაობს ამ ტერიტორიაზე. ბოლო იმედია იქნებ ახლოდან მაინც ნახოთ ეს ვულკანი. სახელი ბრომო ინდუიზმის შემოქმედი ღმერთის ბრაჰმას იაურის წარმოქმნიდან მომდინარეობს. აქ არის ეგრეთ წოდებული ქვიშის ზღვა. ეს ადგილი ძალიან მაგონებს ვაშლოვანის ნაკრძალს. წლისგან დამშრალ რელიეფზე რომ გადავაადგილდებით. კვლავ იმედ გაცრუებული სახით გერთებით, სადაც ახლა გოგირდის სუნი მოდის, არ ვიცი ჩანს თუ არა კამერაში. საკმაოდ ნისლიან ადგილში ვართ ახლაც. ვინც კი იყო ზემოთ ასული და გზაში შეხვდა, ყველა გვეუბნებოდა რომ თუ გინდათ უბრალოდ გარისკეთ ადით, იქნებ გაგიმართლოთ რამდენიმე წამით მაინც, მაგრამ ჩვენ ვერაფერი ვერ ვნახეთ, არაფერი არ ჩანდა, ასე ხელს რომ ვიშვერდით, მაინც ვერაფერს ხედავდითო. ამიტომ გადავწყვიტეთ, არავიდეთ, არ გავრისკოთ, ტყუდად არ დავიღალოთ და ენერგიები დავზოგოთ, ვინაიდან ისედაც ღამენათევები ვართ, საკმაოდ ენერგია გამოცდილებით შეიძლება ითქვას. ხოლო ცხენებით მიდიან ზევით რაღაც ეტაპამდე,
სადაც გაიხედებიან, გამოიხედებიან, დაათვალიერებენ გარშემო არემარეს და კვლავ უკან ბრუნდებიან. ძირითადად იმედ გაცხრებული ადამიანები ბრუნდებიან უკან, ვინც გვაჩვენებენ ფოტო-ვიდეოებს და გვეუბნებიან, რომ ალბათ სჯობს, რომ არ ახვიდეთო და ჩვენც დაუჯერებს და ასეც ვფიქრობდით. რა თქმა უნდა, ესეც მოგზაურობის ნაწილია, მით უმეტეს მთაში დილაობით ნისლი უმეტესად არის ხოლმე, მაგრამ რადგან ასეთი ტურები იმართება გულისხმობს მზის სამოსლის ტურს, დიდწილად ჩანს ეს ვულკანი, ჩვენი მძღოლი გვაჩვენდა გუშინდელ ფოტოებს, თუ რა კარგი იყო, ამიტომ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთი დღით არ გაგვიმართლა. მთლიანობაში მაინც კმაყოფილი ვარ იქიდან გამომდინარე, რომ ლამაზი ბუნებაა გარშემო, რა თქმა უნდა, თავარი ამბავი იყო ვულკანი, მაგრამ რაც ნახეთ, ესეც არ იყო ურიგო. იმედ გაცხრებულები ვტოვებთ ამ ადგილს, თუმცა დარწმუნებული ვარ, მომავალში აუცილებლად მოვალ და ჩემი თვალით ვიხილავ ამ სილამაზეს. კვლავ ასე ჩაჯაჭყილები ვხედავთ. თუმცა კარგი ამბით ვარ იმ კუთხით, რომ დავტოვეთ ეს ტერიტორია. ფანჯრიდან დავინახეთ, რომ შედარებით გადაიწმინდა ვულკანი. შესაძლებელია დავინახოთ, ამიტომ ჩვენ მძღოლს ვთხოვეთ, რომ 5 წუთი მაინც მიბრუნდეთ უკან და იქნებ დრონი მაინც ვაფრინოთ და რამდენიმე კადრი მაინც გადავიღოთ. ჩვენს ვნახოთ და თქვენს გაგიზიაროთ. იმედია, სანამ უკან დავბრუნდებით, კვლავ არ დაიფარება. მის მიუხედავად, რომ დაგეგმილი ბოლომდე ვერ შევასრულე, მთლიანობაში მაინც საინტერესო თავგადასავლები გამოვიდა. დღევანდელი გადაცემა კი აქ სრულდება. შემდეგ გადაცემაში კიდევ ერთ ვულკანზე ავალთ, რომელიც ლურჯი ცეცხლის სახელითაა ცნობილი. არ გამოტოვოთ.